შურისა და სურამის შემდეგ ბუნებრივი აირით სარგებლობა ოსიაურის მოსახლეობასაც შეუძლია გაზსადენის მშენებლობა უკვე რამდენიმე დღეა დასრულებულია. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი ბუნებრივი აირის საკუთარ სახლებში შეყვანა განვადებით შეეძლებათ. თითოეულ მოსახლეს ზუსტად იმდენის გადახდა მოუწევს, რამდენიც ერთი ბალონი გაზზე უჯდებოდა. ინიციატივით დღეს პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარების პირობა რამდენიმე დღის წინ ფოთელებს მისცა. ახლა დაშენებული გაზსადენის გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ზემო ოსიაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრა. ჯანმრთელობის დაზღვევა და საპენსიო საკითხები პრეზიდენტმა ყურადღება ძირითადად ამ თემებზე გაამახვილა. აქ მოდივარ ახლა იმისაც, რომ მაგარის ჩაგაბაროთ ასევე იმაზე რა გაკეთდა და ასევე იმაზე განსაკუთრებით რის გაკეთებას ვაპირებთ და რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 15 წუთში, რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 1 წელიწადში, რის გაკეთებას ვაპირებთ აქედან 4 წელიწადში. ოსიაური არის ერთ-ერთი ყველაზე მიუხედავად რომ რაღაცები გაკეთდა, მაინც პრობლემურ სოფლად რჩება ჩვენთვის, აგერად სოფლის გზებს უყურებთ, აგერად წყლის პრობლემა, რომელსაც 70% წყალს სოფელს წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება, რაც არის ძალიან პრობლემური ჩვენთვის. სექტემბერში ჩვენ პენსიას გავსდით შემდგომ და ეს იქნება უკვე 75 წელზე ასაკისმდებოდ გაიზრდება 140 ლარამდე, ხოლო მომავალ წელს ყველა პენსიონერს ამ საპენსიო ასაკის გაიზრდება უკვე $100 მინიმალური პენსია. ჩვენ 2.5 მილიონი ადამიანს წელს დავასხმევთ და ჩვენ გადავალთ უახლოეს პერიოდში, უახლოეს წლებში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ ხალხს ჭირდება, რომ არ უნდა დარჩეს საქართველოში არც ერთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც შემთხვევით გაჭიროებით რაღაცით არ შეიძლება ამ ახალ საავადმყოფოებში, რომელსაც ჩვენ ყველ გავხსნით, მათ შორის ხაშურს გავხსნით ძალიან მაგარი საავადმყოფო კურნალობა. პრეზიდენტის ახალი ინიციატივის მიხედვით მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლამდე მიყვანილი გაზი საკუთარ სახლებში განვადებით შეიყვანოს. გაზიფიცირება ოსიაურში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მთელ ოსიაურში იქნება გაზი. თქვენ გახსოვთ ჩვენი საარჩევნო დაპირებები. გაზი ყველა სოფელს, ტრაქტორი ყველა სოფელს, წყალი არ ყოფილა, მაგრამ წყალი ეხა კეთდება. გზა ყველა სოფლამდე მიდის და მივადა, ეხა 200 სოფელში კეთდება ახალი მეორადი გზები და აუცილებლად ყველგან მივადა სოფლის შიგნითაც. მაგრამ გაზი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირება. იმიტომ რომ ეს მოითხოვდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, ეს მოითხოვდა ძალიან ბევრ ძალისხმევას და ამიტომ ეს ახლა სრულდება. მაგრამ მთავარი პრობლემა რა იყო ყოველთვის გაზი. ამიტომ ამასწინათ ფოჩი შევხვდი ხალხს ეზერში და მეუბნება რომ ცოტა გაზვია და 700 ლარი შემოყვა 700 არ კიდე მე გადავუწევ 400 ხილდა იქ, მაგრამ 300, 400, ზოგან 500 ლარი შეჭდება გაზის შეყვანა ერთჯერადად და თუ ხალხთან მიადგები გაზის მის შეუხვა სახთა და ეუბნები რომ აღა სახში რომ შეგიყვანო ეს გაზი მომეცი 500 ლარი ოჯახების აბსოლუტურ უმეტესობას ამის ფული არ აქვს და აბსოლუტურ უმეტესობა უყურეთ, კაი მომიყვანით მილი და მე რა. ამიტომ მთელი ეს ამ ფოთის ბოლო შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღე ვიმტროთ თავს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, სოკარის წარმომადგენლებთან ერთად და შევიმუშავეთ ჩვენი სქემა და მინდა გაგაცნოთ აქ პირველად. დღეს ბალონის გაზი რამდენისა გაქვს სახში, აბა ავწერეთ ხე. ყველას. ბალონი ჯდება სადაც 25 ლარი თვეში, ხო? 30-მდე, ხო? 28 ლარი. რაც გიჯდება თვეში ბალონის გაზი ზუსტად იმ თანხაში განვადებაში სადაც ეს ყველაფერი ყოველთვიურად გადაიხარება და თქვენ მიხდებით ბუნებრივი გაზი. არის სამართლიანი, სწორი. აი ესე მივიმუშავეთ ერთად, იმიტომ რომ ადრე როგორ იყო, ადრე ბანკები აძლევდნენ ხალხს კრედიტს, ხოდნენ უამრავ დოკუმენტებს, ცილს სწოვდნენ, რაღაცებს ადებიებდნენ. ეხლა პირდაპირ კომპანია აგერა ყავს წარმოადგენს სოკარის, თვითონ აიღო ბანკისგან კრედიტი, თვითონ ჩადა ყველაფერი შიგნით და გაწერს ამ 25 ლარ 30 ლარამდე ყოველთვიურად, შემდეგი რამდენი თვის განმავლობაში წაერო გადაფაროს ეს შეყუყარის თანხა, თქვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ იგრძნობთ და ყველა ოჯახში ოსიაურში და ყველა დანარჩენ ადგილას საქართველოს სადაც არის გაზის მილი და არის ყველგან მიყვანილი, ყველას ექნება პასი გაზის ბალონის ფასად ბუნებრივი აირი და ყველა ამოვისურვებთ ერთად. აი ეს არის რაც რისი თქმაც თქვენთვის სურდა. ასევე მინდა ვთქვა რომ ვანო ჯავახიშვილის ჟინაზე
გასწრეს ეხლა გულზე ყველა ვისაც ხაშური არ მოწონს ან ხანდახან სურვილი ახოვე დაცილის. ეხლა თქვენი სტეპანტი წავალ და ამ მაისურში ავავსებ გაზის სიბილს და შემოვიყვათ ყველა ოჯახს. ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანის სამუშაოების ღირებულების შესახებ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ ფოთში ყოფნის დროს ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს. მაშინ პრეზიდენტი მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას დახპირდა. კონკრეტული სქემა კი დღეს ოსიაურში წარადგინა. რა არის ფაქტი? 280-დან იწყება შეყვანა 400 ლარად. და განმადებას რატო არ ვუყურებთ? განმადებას ბანკი ვისაც აძლევს ცესს, იმ ხალხს უკეთებენ განმადებას კომპანია. მოკლედ ჩვენ უნდა შემოშ მე ვიცი რომ თავარი პრობლემა არის ამის სახში შეყვანა. ამიტომ ჩვენ უნდა შეყვეთ. ამიტომ გაზი შემოვიდა, მაგრამ წალს სახში შეყვანა თავარი პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა ბევრად პრომოქციის სისტემა შემუშაო, ბევრად პროფესიონალადიან, ბევრად უფრო უნდა დაბალაპარაკოთ მოკლედ კომპანიებს ხა. თუ შიგნით შეყვანა ადამიანმა გინდა ყოფილა გაზი გინდა არა, ხო სადაც მიშეთ გამოვა. შიგნით შეყვანა რაღაც ოჯახებს შეულიათ, რაღაც ოჯახება შეიყვანეს აგერნახეთ. ბატონო? ხო და მაგას ვიძახი მე ზუსტად რომ რაღაც ძალიან გრძელვადიან რაღაც პროგრამაში ვქრათ ყველა ერთად. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის გაზიფიკაციის დასრულების ნიშნად ბავშვებთან ერთად სიმბოლურად ჩირაღდანიც აანთო. მე ოლიმპიადა არ მოსულა ხაშურამდე, მაგრამ გაზი მოვიდა. ეს სიცოცხლე როგორ მოვიდა? როგორ არის შიდა ქართლში გაზიფიცირება საპრეზიდენტო პროგრამის გაზი ყველა სოფელს ფარგლებში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია სოკარი ასრულებს. ამ დროისთვის ბუნებრივი აირით უკვე მარაგდება ხაშური და დაბა სურამი. დღეს კი მათ რიცხვს სოფელის ზემო ოსიაურით შეემატა. 2015 წლამდე მოდერნიზაციის ახალი გეგმით საქართველოს მთლიან საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლების 75%-ამდე შესაძლებლობა ექნება მიიღოს ბუნებრივი გაზი. ყველა მოსახლეს შეიძლება ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება. კომპანია სოკარი მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 162 კილომეტრის სიგრძის გასცადენს ააშენებს და 8341 აბონენტს გაზიფიცირების პროცესში ჩართავს. ჩვენ საქართველოს ბანკთან ერთად ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ბუნებრივი აირი საკუთარ სახლებში შეიყვანოს. შიდა ქართლის გაზიფიცირება გეგმის თანახმად 2012 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.